თბილისის მერმა დღეს ვიდეო მიმართვა გაავრცელა. გიგი უგულავა ბოლო პერიოდში პროკურატურის მიერ დაკითხულ მერიის თანამშრომლებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ უწყებას საჩივრის საფუძველზე საქმე კაჩინსკის სკვერთან დაკავშირებითაც აქვს აღზრული. უგულავა ამას ახსნასაც უძებნის და მიმართვის ბოლოს, როგორც თავად ამბობს, აღმასრულებელ ხელისუფლებას რიტორიკულ შეკითხვას უსვამს. ქარაგმებით საუბარს, რომ ვიღაც მოყომ წჯს რის საფუძველზე თამაშობენ აქ, იმიტომ მე ვფიქრობ, რომ ამას ერთადერთი ახსნა აქვს, ეს არის ის, რომ მათ სვენიათ. მეორე ახსნა, აი ამ სისულელით დაკავებას პროკურატურის მხრიდან მე ავხსნით მხოლოდ ერთადერთი რამე, ეს არის სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულის გამოძალვის მცდელობა. ამიტომ რიტორიკულ კითხვას დავსვამ, იმიტომ რომ ამ მთავრობასთან დიალოგი პრაქტიკულად შეუძლებელია. როდის დაამთავრებს ახალი მთავრობა აი ამ შუკენობას და როდის გადავა რეალურად საქმის კეთებას? ეს ის უგულავა და ავტობუსში რო აკრძალა, რადიოს მოსმენა რო აკრძალა. ეს ის უგულავაა რა. ასე რომ ამით ყველაფერი ნათქვამია. ჩემი შენ გითხარიო.